გამარჯობა მეგობრებო, ეს ჩაი ღამე 9 საათზე უნდა დალიო ყოველდღე. რა მოხდება? გვიძლი არადროს არ გაცქიმიანდება, გვიძლის პრობლემა არადროს არ იქნება და გვიძლი ღამე თით წმენდა უფრო სწრაფად გააკეთებს. ყველა ფიქრობს დეტოქსიფიკაციისთვის რა გავაკეთო, დეტოქსი მჭირდება. გვიძლი თვითონ აკეთებს თავისი დეტოქსი. თავის კი არა, ორგანიზმის წმენდა გვიძლი თვითონ გააკეთებს. მაგრამ დამხმარე ჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დანამატი, აი ეს ჩაი დაეხმარება ჩვენი გვიძლის, რომ ეს ფუნქციები, დეტოქსიფიკაცია კარგად გააკეთო. მეგობრებო, დღეს ალკოჰოლური გვიძლი გაცქიმიანებულზე მეტი არაალკოჰოლური გვიძლი არის პრობლემური. ქალები, რომელმა ცხოვრებაში არადროს არ დალია ალკოჰოლი, მაგი გვიძლის გაცქიმიანებულია. თქვენ საქმეში შეგიძლია ნახო გაცქიმიანებული გვიძლი მაქვს თუ არა, სანამ ძალიან დაგვიანდება. პექზე დადგომით უკურე თქვენი ტასმები, ხედავს ამ ტასმებით. აი ესე კი არა. სწორად იდექი და უკურე ჩანს ტასმები. ჯოგი ადამიანის პექსეწმელი არა ჩანს. ესე არის აწეული ეს ადგილი. ამას ნიშნავს, რომ გაცქიმიანებული გვიძლი არის უკვე. მაგისთვის ანალიზის არ ჭირდება. ადამიანი ვისაც აჩუქებს უკვე ცხიმოვანი გვიძლი. 8 საათიდან 9 საათამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, მეგობრებო. ყველა მიცი რომ ნაკსრიწყლები, შაქარი უნდა შეამჩირო, ვარჯიში უნდა დაიწყოთ და გვიძლისგან ცხიმი მიდის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გაგიკვირდება, რომ ეს 8 საათიდან 9 საათამდე თუ სვამს ამ ჩაეს, იმის მერე რა მოხდება. და არა მარტო გვიძლის გაწმენდა, მეტაბოლიზმი გაიზარდება, პლუს მეორე დღე დილით ადამიანი რომელიც დაგლილი გვიძავს, ენერგია იქნება მომატებული და საერთოდ ზამთელობისთვის არის ძალიან მაგარი. 25% ადამიანი სოფლიოში აჩუქებს დღეს ცოტა თუ მეტი, ან პირველი ეტაპი, მეორე ან მესამე ეტაპის გვიძლის გაცქიმიანებული. და ეს უფრო მეტია არაალკოჰოლური. ეგეთი ადამიანი, რომელმა არადროს არ დალია ალკოჰოლი, მარტო რა არასწორი გვერდს. გეტყვი მეგობრებო, 3 კანონი. ეს თქვენ თუ დაიცავეთ, თქვენი გვიძლი ესე სუშაშავით გაიწმინდება თვითონ. გვიძლს ზედმეტი არაფერი არ უნდა. თვითონ გაწმენდავს და თქვენ იქნები ენერგიით და პირველი ამ 3 კანონიდან პირველი კანონი ეს არის, რომ თქვენი სამზარეულო 9 საათზე უნდა იყოს დაკეტილი. 9 საათის მერე თქვენ არადროს არ უნდა ჭამო კალორიული ნებისმიერი საწმელი. კი ბატონო, არაკალორიული სითხე დალევა ნებისმიერი დროს შეიძლება, მაგრამ კალორიული ნებისმიერი საწმელი 9 საათი და რატო არ უნდა ჭამო 9-ს მერე? ნებისმიერი ადამიანის გვიძლი პირველიდან 3-მდე, პირველი საათიდან 3 საათამდე აკეთებს დეტოქსიფიკაცია. პირველიდან 3-მდე, მაგრამ თქვენ თუ 11-ზე ჭამს, 12-ზე ჭამს, მაშინ იმ საწმელის გადამუშავებაშია ჩართული გვიძლი და დეტოქსიფიკაცია არადროს არ კეთდება და ნაჭამი საწმელიდან ჯერ ერთი მეტაბოლიზმი ნელია, ენერგიით ვერ იხარჯავს. იმიტომ გამე რა უნდა დახარჯოთ? გამე თქვენ ძინავს. 9 საათზე რო ჭამო ბოლო საწმელი, მაშინ 2-3 საათი გააქვს, სანამ თქვენ დაიძინებს. ეს პირველი დაიმახსოვრე მეგობრებო, ძილის წინ 3 საათი კუჭი უნდა იყოს უკვე ცარიელი 9 საათზე უნდა იყოს საწმელი ნაჭამი. გვიძლმა უნდა გააკეთო დეტოქსი ღამე პირველიდან 3. მეორე კანონი რა არის მეგობრებო? მეორე კანონი არის ძილი. თქვენ როცა დაიძინებს, მაშინ ხო იწყებს ეს თავისი საქმის გაკეთება. ძილში. კიდე შუა დღისით საწმელი ჭამის მერე ეძინება ადამიანი, ვისაც აქვს ინსულინის პრობლემა, გვიძლი გაცქიმიანებული. 9 საათზე მეტი დღე არადროს არ დაიძინოთ. არადროს არ დაიძინოთ შუა დღისით 9 საათზე მეტი. პლუს ღამე მაქსიმალური დრო არის 12 საათი. 12-ზე წადი ძილისთვის. 11-ზე არის საუკეთესო დრო.
მაგრამ საქართველოში ადამიანმა 9-ზე რო წამა 2-3 საათი მაინც სჭირდება რომ ეს საწმელი გადამუშავდე და თქვენ მაქსიმუმზე მაქსიმუმი არის 12-ზე მიდიხარ ძილისთვის. ეხლა იწყება მესამე კანონი რა არის? ეს ჩაი უნდა დალიო ძილის წინ. ეს ჩაი გაკეთდება მეგობრებო ორი ბუნებრივი საშუალებისგანო. პირველი არის ბაბუაწვერა, მეორე არის რძის ეკალა. ამ რძის ეკალას მე მგონი ქართულად ბაკაკურას ეძახიან ზოგი, მაგრამ ინგლისურად milk thistle არის რძის ეკალა და ბაბუაწვერა საუკეთესო. ეს ორივე ბალახი საუკეთესოა ჩვენი გვიძლის ჯანმრთელობისთვის. ამ ორივეს გაკეთების რა ჭირდება? 250 მილilitre ერთი ჭიქა წყალი, ორივეს გამომშრალი ფესვები. ეს იყიდება სხვადასხვა ესეთი ადგილებზე, სადაც ბუნებრივი ბალახები იყიდება. ბაბუაწვერა და რძის ეკალა ორივე გამომშრალი ჩაი იყიდება მაგის და ძალიან იაფიც არის. და საქართველოში მინდორებში ქვეყანა არის და ადრესს გითხარი რომ აიგეთ სანამ სეზონია და გაამშრალე და გექნება ზამთარში. რას აკეთებს? თითო კოზი ორივეს ბალახის ერთი ჭიხა წყალში აადუგე, კარგად აადუგე ერთი დაახლოებით 5-6 წუთი აადუგე, როცა თბილი იქნება გააწურე და ძილის წინ მაგის დალიე და ჩვენი გვიძლი ამ ჩაის საშუალებით დეტოქსიფიკაცია თვითონ გააკეთებ და ცხიმის მეტაბოლიზმი თვითონ გააკეთე, რომელიც შეჩერებულია წლებია და ცხიმი გაქვს გვიძლზე და დისკომფორტი გაქვს, სიმსუქნე გაქვს, ბევრი პრობლემები გაქვს. გაცხიმევანი გვიძლის გაკეთდება მერე ცუდი კოლესტერინიც. იმიტომ გვიძლი გინდა სუფთა, თუ გინდა ზამთელი იყოთ. თუ მოგეწონა ინფორმაცია, გააზიარეთ ყველა მეგობარში, გამოიწერე არხი, კარგად და ზამთარი.